უსამართლო სასამართლო. მოგესალმებით, დღეს პარასკევია და ვხვდებით ერთმანეთს გადაცემით უსამართლო სასამართლო მარიკა არევაძესთან ერთად გირჩი ტივის ეთერში და დღესაც სამწუხაროდ ჩვენი გადაცემა დაეთმობა იმ საკითხებს, იმ რეპრესიულ საკითხებს, რომელიც ამ ქვეყანაში ბოლო თვეების და უკვე წლების განმავლობაში მიმდინარეობს. ამ მხრივ სამწუხაროდ საქართველოში ქართული ოცნების პირობებში არ უმჯობესდება სიტუაცია და პირიქით კიდევ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ექცევა რეპრესიული კანონების ქვეშ და ამას მოწმობს უკვე თუნდაც სახალხო დამცველის ბოლო ანგარიში, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ გამკაცრებული რეპრესიული კანონების ფარგლებში, სხვათა შორის რომელიც, როგორც ანგარიში არის მითითებული, რომელიც ლეგიტიმურ მიზანს ვერ პასუხობს, ანუ რა შეიძლება იყოს მიზანი ლეგიტიმური ამ ცვლილებებისა, რომელიც კანონებში შედის, როგორც აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებთან მიმართებით, ასევე სხვა უფლებებთან მიმართებით და ამ გამკაცრებული ეგრეთ წოდებული კანონების ფარგლებში სწორედ ანგარიში შესაბამისად მხოლოდ 2025 წელს ადგილი ჰქონდა 8200-ზე მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებას. ამ პროცესში ასევე ნიშანდობლივია, რომ სწორედ ეს ანგარიში მიუთითებს იმაზე, რომ ის ადამიანები, თავისუფალი მოქალაქეები, თავისუფალი საქართველოს მცველი მოქალაქეები, რომლებიც იბრძვიან საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის და რომელთა წინააღმდეგაც გამოყენებული იყო არაერთი რეპრესიული მოქმედება, მათ შორის ფიზიკური ანგარიშწორება, არც ერთი მათგანის წინააღმდეგ არ არის საქმე ბოლომდე გამოძიებული, მიყვანილი, დასჯილი ვინმე პასუხისმგებელი პირი, როგორც ეგრეთ წოდებული ტიტუშკებიდან, ასევე სამართალდამცველების რიგებიდან. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ადამიანები, სწორედ აქციაზე მყოფი ადამიანები არიან დაჭერილები, მათ შორის სისხლის სამართლებრივი წესით, არიან ადამიანები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობაც მკვეთრად გაუარეს და ადამიანების ნაწილი კი ასობით ადამიანი, ასე ვთქვათ, ფაქტობრივად ყოველდღიურად ადმინისტრაციული წესით ხდება სახდელდადებული და მიდიან საპატიმროებში, იზოლატორებში, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ აპროტესტებენ ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობას. იმას, რომ ქართული ოცნების მინისტრები კორუფციაში არიან ჩართული, რის გამოც ჩვენი ქვეყანა ვერ ვითარდება და ბევრ მსგავს რამეს. სწორედ ამ რეპრესიულ კანონებზე გვექნება დღეს ჩვენ გადაცემაში საუბარი უფლებადამცველ ნიკა სიმონიშვილთან ერთად. ნიკა, მადლობა პირველ რიგში სტუმრობისთვის და არა მხოლოდ სტუმრობისთვის, იმ საქმისთვის, რასაც შენ ამ პროცესში აკეთებ ადამიანებისათვის, იმიტომ რომ თავადაც აქტიურად ხარ ჩართული უშუალოდ ადამიანების უფლებების დაცვაში, თუ კი რამე უფლება დღეს კიდევ არსებობს, ფაქტობრივად შენაირი ადამიანების დამსახურება, რომლებიც ბოლომდე ვიბრძვით, რომ რაღაცა შეჩერდეს, ასე ვთქვათ, შერჩეს ამ უფლებებიდან დღეს საქართველოში. პირველი კითხვა შენთან მექნება ასეთი, ჩვენ მომსწრე გავხდით არაერთი რეპრესიული კანონის და აი ამ კანონების მიმოხილვით რო დავიწყოთ, რა გაიარა ქართულმა საზოგადოებამ ოცნების პირობებში აი ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო თვეების განმავლობაში. კი ბატონო, მოგესალმებით, მაყურებელს მივესალმები. მადლობა მოწვევისთვის და ხო, შევეცდები ესე ახსნა ქრონოლოგიურად დავიწყო და ახსნა ქართულმა ოცნებამ საიდან დაიწყო და სად ვართ ახლა მისული და რა პერსპექტივები შეიძლება გქონდეს, ხო? ანუ კიდევ შეიძლება თუ არა გამკაცრდეს ის, რაც ქართულმა ოცნებამ უკვე არ ვიცი რამდენჯერ გაამკაცრა. და ყოველთვის აი ამ კანონების რაღაც მეტნაკლებად ათვლის წერტილად ვიწყებ ხოლმე ქართული ოცნების ზოგადად ეს რეპრესიული პოლიტიკა ახალი არ არის, ანუ სხვადასხვა რეპრესიული კანონები ქართულ ოცნებას ყოველთვის ჰქონდა ხოლმე ესეთი რეზინი მუხლები, როგორც ვეძახით ხოლმე, მაგალითად იგივე როგორც არის ეს წვრილმანი ხულიგნობის და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა პოლიციის. ვერავინ რო ვერ იგებს რა იყო კანონიერი მოთხოვნა და ვინ რას არ ემორჩილებოდა და პოლიცია მაინც რო იჭერდა ხოლმე. შემდგომ რაღაცნაირად ქართულ ოცნებაში მოინდომეს, რომ მას შემდეგ რაც ესეთი take-over-ი გააკეთა ძალაუფლების თუ რაღაცა მარიონეტული იმის მმართველობის ხელმძღვანელობის კობახიძემ ღარიბაშვილისგან რაღაც უფრო ლეგალისტურ დიქტატურაში გადავერთეთ, ანუ იურისტებმა რაც ჩაიგდეს ესე ხელში
ისე ლიდი, ანუ ეს რაღაც ხელმძღვანელობა რაღაც უფრო ეს ლეგალისტურ დიქტატურაში გადავედით და უფრო მეტად წავედით აცა ის სამართლებრივი დიქტატურისკენ, ხო? ანუ თუ ასე რაღაც შეიძლება ვთქვა, რაღაც ძალიან უცნაური მოდელი არის, მაგრამ ძალიან ის არის, რომ ზუსტად ამ იურიდიული, ანუ კანონების გამოყენებით, იურიდიული მექანიზმების შეფუთვით გვიფუთავენ ავტოკრატიას, ჯერჯერობით მე უფრო ავტოკრატიას წარმომიდგენია ეს ყველაფერი და ვხედავ და რეალურად ხო აბსოლუტურად თელავენ ადამიანის უფლებებს. კი, ხო, რაღაცა ეს თითქოს კანონის ფარგლებში, მაგრამ რეალურად ნებისმიერი კანონი, ხო, ანუ ამობენ რომ კანონს არ ღვევენ, კაცო, მე კი არ მინდა რამე ხო აი კანონი დაარღვიეს ხო გზა გადაკეტეს მაგალითად და კანონი არის დარღვეული და მაგიტომ დავიჭერთ ხო ნუ რეალურად ეს კანონი საიდან მოდის ერთი ადამიანის თუ ერთი ჯგუფის ხუშტორებიდან მოდის ხო ანუ რა ვიცი მე დავწერე მე მივიღე ის კანონი ქართულმა ოცნებამ დაწერა ხო ანუ ფაქტობრივად ქართული ოცნების ნების თვის წინააღმდეგობის გაწევის გამო არიან ადამიანები დაპატიმრებულები და ჯარიმებულები თუ ასე შემდეგ ხო ანუ ეს ვითომ რაღაცა ფორმალურად ლეგალისტურად შეფუთული რაღაცა რეალობა არის სადაც ნუ მათ შორის სამწუხაროდ იურისტები პროფესიონალები პოლიციელი იქნება იქ მოსამართლე იქნება თუ არ ვიცი შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება თუ ასე შემდეგ ასე ანუ პროფესიონალები რომლებიც რეალურად პრაქტიკულად ამ კანონებს აღასრულებენ რეალურად თავს იტყუებენ იმით რომ ნუ პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის ან მე პოლიტიკაში არ ვერევი ეს ცნობილი ფრაზა რომ გავყენოთ პოლიტიკაში არ ვერევი მე პოლიტიკა არ მაინტერესებს ნუ კანონია ესეთი და რაღაც უნდა აღსრულდეს ხო რაც ისეთი უკუღმართი გაგება არის კელზენის იურიდიული პოზიტივიზმი რომ თითქოს ანუ იურისტს არ უნდა აინტერესებდეს პოლიტიკა და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს. კი, აქ საუბარია პარტიულ გავლენებზე და არა იმაზე, რომ ზოგადად პოლიტიკა არ უნდა აინტერესებდეს, ხო? და ნუ არ ვიცი კელზენის პოზიტივიზმი რეალურად მასე არ გაიგება როგორც იგებენ მაგრამ ნუ ეს უფრო რაღაცა ისეთი საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ესეთი მახინჯი გაგება არის სამართლის რომ თითქოს პოლიტიკა არ უნდა მაინტერესებდეს პოლიტიკა არ უნდა გაინტერესებდეს ბრიყვი ხარ თუ ვინ ხარ ან მოქალაქე ხარ ბოლო და პროფესიონალი ხარ ანუ ნებისმიერი კანონი უნდა იყოს ანუ დისკრიმინაციული არ უნდა იყოს ნეიტრალური ფორმით უნდა იყოს დაწერილი და თუ ამას პოლიტიკური შინაარსი პარტიული შინაარსი გააჩნია და შენ მე არ მაინტერესებს ან ბრიყვი ხარ ან ცუდი პროფესიონალი ხარ ან არ ვიცი უბრალოდ ნაძირალა ანუ სამი ვარიანტი არის აქედან ხო თუ ამას არ ითვალისწინებ აქედან გამომდინარე ხო ვინ რომელი არის თვითონ არჩიოს მე აღარ მინდა ამ ყველაფერში წავიდე მაგრამ პრობლემა არის რაში პრობლემა არის იმაში რომ ქართულმა ოცნებამ დაიწყო აი ამ კანონების მიღება და თითქოს ანუ კანონის უზენაესობის სახელით რაღაცებს აკეთებს ერთი ეს კანონის უზენაესობას თვითონვე ქართული ოცნების შეცვლილი ტერმინი არის კანონის სამართლის უზენაესობა თვითონ დაწერეს სამართლის წინაშე თანასწორობა სამართლის უზენაესობა კონსტიტუციაში ანუ აქ არის საუბარი იმაზე რომ რაღაცა ფორმალურად დაწერილი კანონი კი არ არის უზენაესი არის სამართალი ანუ სამართლის პრინციპები ადამიანის უფლებები ხო ანუ დემოკრატიული ღირებულებები და პრინციპები ну ამაზე თვითონვე ამბობენ უარს მაგრამ ანუ აქ არის საუბარი იმაზე რომ სამართლის უზენაესობის ანუ კონსტიტუციური ღირებულებები რაც გვაქვს დემოკრატიული ღირებულებები ადამიანის უფლებები ხო ამაზე თვითონვე თქვენს უარი დაიწყეს რაღაც ფორმალურად კანონების წერა რომელთაც მოინდომეს თავისუფალი სივრცის შეზღუდვა მთელ ქვეყანაში დავიწყეთ პირველი მცდელობა იყო რუსული კანონის ნუ ჩაუვარდათ ის ამბავი მოემზადნენ უკეთ მე მეორედ მიიღეს მაგრამ საბოლოო ჯამში ის კანონი არ ახსოვდა მე შემოგდეს ფარათი წადეს ანუ უბრალოდ შიშის ფაქტორი ქონა ფარა შემდეგ გრანტების კანონი მიიღეს ამას მოაყოლეს კიდევ სხვა რეპრესიული კანონმდებლობა რაც შეკრება მანიფესტაციას ეხებოდა და ნუ ამაზეც რა თქმა უნდა ვისაუბრეთ სამართალდარღვევათა კოდექსში რამდენი ცვლილება შეიტანეს რამდენი კი ბატონო შეზღუდეს მედიისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცე ანუ მედიას ტელევიზიებს მაგალითად უცხოური დაფინანსების მიღება პირდაპირ აუკრძალეს ონლაინ მედიას და არასამთავრობო სექტორს ჯერ ნელა დაიწყეს შეზღუდვები რაღაც აგენტის სახელი დაირქვი და ნუ არავინ რო არ დაირქვა ეს სახელი ბოლოს ადნა მიხდება საერთოდ ჩაგიკეტავთ ამას და ჩემ გარშე დაფინანსებას ვერ მიიღებ ხო ბოლოს აქამდე ანუ უცხოეთიდან წამოსული ნებისმიერი ფული ბოლოს გრანტად მონათლეს და ჩემი თანხმობის გარშე ვერაფერს ვერ მიიღებ თუ არა და 6 წელი დაგიჭერო ხო ბოლოს ეს თქვეს ანუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მედიები შეზღუდეს. პოლიტიკურ პარტიებზე რამდენჯერმე შეცვალეს კანონი, ნუ ზოგს გაუქმებით დაემუქრნენ, ზოგს უპირებენ, ზოგს უჩივლეს, რაღაცე დასკვნები წერეს. საკონსტიტუციო სასამართლოში არის არჩეული, რომელთაც რამდენიმე პოლიტიკური პარტიის, ამათ შორის მე რომელსაც წარმოვადგენ ის პარტია. და არა მარტო პარტიებს უპირებენ, აკრძალოს პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვაც კი შეუძლიათ. ანუ რაც ცალსახად არა კონსტიტუციური არის, მაგრამ ვის აინტერესებს ამ ქვეყანაში კონსტიტუცია, ხო? ანუ ქართულ ოცნებაზე ლაპარაკით, რომ მე კი მაინტერესებს. მაგრამ
პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვაც კი შეუძლიათ, რომ ანუ ფიზიკურმა პირმა პოლიტიკურად საქმიანობა ვეღარ განახორციელოს, თუ იმ პარტიაში იყო, მაგალითად, რომელიც აკრძალეს, ხო? ასეთი რაღაცის გაკეთება შეუძლიათ. ანუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მედიის სივრცეს ნელ-ნელა ავიწრობენ, ზღუდავენ, ჩაკეტვა უნდათ. პოლიტიკური აქტიურობისთვის სივრცეს მით უმეტეს ბოლო ცვლილებებით, რომ ან ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ფაქტობრივად პოლიტიკოსად გამოაცხადონ და ძალიან დიდი შეზღუდვები დაუწესონ, ვისაც ჩათვლიან, რომ საზოგადოებას დიდი გავლენა აქვს. პოლიტიკური აქტიურობის სივრცე ჩაკეტეს, აუკრძალეს პოლიტიკური საქმიანობა ადამიანს, ვინც მაგალითად NGO-ებში მუშაობდნენ და რომ საუბრობდით იმას, რომ ანუ ის რუსული კანონი პირველად რაც იყო მიღებული ფიზიკურ პირებს არ ეხებაოდა, არ გავრცელდება, ახლა პირველი ტყუილი იყო თუ ბოლო ქართული ოცნების მხრიდან, მაგრამ ეს არის წმინდა რუსული კანონის ანალოგი, როდესაც ანუ აგენტებს, ხო, როგორც ქართული ოცნება მოიხსენიებს, აგენტებს უზღუდავენ პასიურ საარჩევნო უფლებას, ხო? რუსეთში გააკეთეს და მაგას ვამბობთ, რომ აქამდე მივა ფიზიკურ პირებამდე დავა ეს აგენტების კანონმდებლობა, დავა პოლიტიკურ აქტიურობაზე, დავა დაფინანსების მიღებაზე, ყველაფერზე დავა, ყველაფერი გააკეთა ქართულმა ოცნებამ. კი, ანუ აი ზუსტად ეს მინდა რომ ჩვენს მსმენელსაც კარგად აუხსნათ და მაყურებელს, რომ როდესაც საუბარია უცხოეთიდან შემოსულ თანხებზე, მათ შორის აქ იგულისხმება ემიგრანტების მიერ საკუთარი ოჯახებისთვის გადმორიცხულ თანხებზე, იმიტომ რომ ესეც უცხოეთიდან შემოსული თანხაა და როგორც კი რომელიმე ასეთი ემიგრანტის ოჯახის წევრი რაიმეს გააპროტესტებს, აი მაგალითად გააპროტესტებს იმას, რომ რამდენიმე მილიონი მოიპარა რომელიღაცა სამინისტრმა და მაღალჩინოსანმა უფასო სასადილოების ბენეფიციარებისგან, ანუ ადამიანებისგან, რომელსაც უნდა აჭამოს, ხო? ანუ მიუსაფარები არიან, უსახლკაროები არიან, სჭირდებათ დახმარება და აი ასეთი ხალხის საჭმელს რო იპარავენ და იმას რომ გააპროტესტებს, ან გააპროტესტებს მაგალითად განათლების რეფორმაში ისეთ ცვლილებას, რომელიც მას აღარ აძლევს შესაძლებლობას, რომ განვითარებულ ქვეყანაში გააგრძელოს სწავლა, ხო? და იქ დამატებითი, ასე ვთქვათ, ბარიერები ექნება ამისთვის, აი მაშინვე ამოქმედდება მის წინააღმდეგაც და დედის მიერ გადმორიცხული, თუნდაც 100 ლარი იქნება მიჩნეული, ასე ვთქვათ, გრანტად უცხოეთიდან მიღებულ დაფინანსებად, რის გამოც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქრება აი ასეთი დედის შვილს. ანუ ფაქტობრივად გრანტების კანონში დაწერეს ასეთი რაღაც, ანუ აი ყველაზე მოკლე შინაარსი რომ გავაკეთოთ ამის, არის რომ უცხოეთიდან წამოსულ ნებისმიერ ფულს, რომელსაც ჩვენ მოვინდომებთ, გრანტად მოუნათლავთ და თუ ჩვენი თანხმობის გარეშე გაქვს მიღებული, დაგიჭერთ, ხო? ანუ ნებისმიერი ფული. ანუ აქ უკვე გადის იმაზე, რამდენად შეაწუხებს შენი აქტიურობა ან არ შეაწუხებს ქართულ ოცნებას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ანუ ჩუმად ვიქნები და თუ ჩუმად ვიქნები, არაფერი არ მემუქრება. ამიტომ ფაქტობრივად ამით გაჩუმებენ შენ. თუ ხმამაღლა ილაპარაკებ, ხმას ამოიღებ რაღაცაზე, შეიძლება დაგიჭირო. და აქაც აი იგივე ამ გადმორიცხვებთან დაკავშირებით, ან მაგალითად მეკითხა, ის მართალია, რომ ანუ ემიგრანტებისგან გადმორიცხულ ფულზე შეიძლება გრანტების კანონი გაავრცელონ და დამიჭირონ? და ვეუბნები კი, კანონში რაც წერია, ეს შეიძლება ასე წაიკითხონ, იმიტომ რომ თვითონვე ამბობდნენ ამას. მერე ანუ ეს რომ თქვით რომ ასე შეიძლება ეს კანონი წაიკითხო, მე პასუხი რა იყო, რომ არა, კი, მაგრამ ხო თქვენსო კაცო ქართულ ოცნებაში რომ ჩვენო ამასო რომ არ გავავრცელებთო. ანუ არ ვრცელდება და არ გავავრცელებთ სხვადასხვა რაღაც არის. კანონში რაც წერია, ის ვრცელდება. ახლა პრაქტიკულად ვიზე გაავრცელებენ და ვიზე არ გაავრცელებენ, მაგას ვნახავთ კიდევ. ეგ შეიძლება გამოიყენონ კი ემიგრანტებისგან გადმორიცხულ თანხებზეც, თუ მაგალითად ისე პირობითად ჩემი აქტიურობა შეაწუხებთ, ანუ რაღაც ზედმეტად აქტიური ვიქნები და დაინახავენ რომ უცხოეთიდან არ ვიცი რაღაც ოჯახის წევრმა მაგალითად გადმომირიცხა თანხა, ხო, ესეც შეუძლიათ მოაქციონ. ახლა არ ვიცი რიგით ამაზე რაღაც მოქალაქეზე რომელიც აქტიურობა შეიძლება არ აწუხებთ ან არაც არის აქტიური, იმაზე არ გაავრცელებენ გასაგებია, ახლა არაფერში ჭირდებათ, ხო? ჩიტი ბძღნად უნდა ღირდეს. არ გავრცელება იმას არაფერში არ ჭირდებათ, მაგრამ მაშინ როგორც კი ხმის ამოღებას დაიწყებთ, ან არ ვიცი, რაღაც ცოტა ზედმეტად აქტიური იქნებით, შეიძლება მოვიდნენ კი და გაავრცელონ ეს ყველაფერი. კანონში რაც წერია, იქ ეს იგულისხმება კი. და ეს შეიძლება გავრცელდეს. ზუსტად უფრო კარგად კიდე რო ავხსნათ, დამატებით უფრო სწორედ, იმისთვის დღეს ოცნებამ რა გააკეთა, არჩევნები გააუქმა ფაქტობრივად, ბოლო არჩევნები საპარლამენტო გააყალბა, მიიტაცა ძალაუფლება და ეს ძალაუფლება რო შეინარჩუნოს, ამისთვის სჭირდება დაიმორჩილოს ინსტიტუციები, რომ დაიმორჩილოს და ხალხი მთლიანად პროპაგანდის ქვეშ მოაქციოს, რა არის საჭირო, რომ აღარ არსებობდეს პროტესტი და ამ პროტესტის წინააღმდეგ იღებს სწორედ ამ რეპრესიულ კანონებს, არ არსებობდეს თავისუფალი მედია, რომელიც ეს ხალხი რო აპროტესტებს და რა პრობლემებიც არის, იმ პრობლემებს მიაწვდის კიდევ უფრო დიდ
რაოდენობას საზოგადოებისას, ხო, უფრო მასებზე გავრცელდება და მიიღებენ ზუსტ ინფორმაციას და გააჩუმოს არასამთავრობო სექტორი, რომელიც მისი პირდაპირი მაკონტროლებელი უნდა ყოფილიყო. ფაქტობრივად არასამთავრობო სექტორს შეუწყვიტა ყველანაირი არსებობის შესაძლებლობა, ხო? ანუ დაფინანსება თუ არ ექნება არასამთავრობო სექტორს, როგორ უნდა იარსებოს? შეუწყვიტა მედიასაც ასე ნელ-ნელა გუდავს და რჩება ეს პროტესტი, რომლის წინააღმდეგადაც ამუშავებულია მთელი რიგი რეპრესიები. საერთაშორისო პარტიების ნაწილზეც ეს ცოტა გაკვრით თქვით, მაგრამ ფაქტობრივად ანუ 100,000 ადამიანს არჩევანის შესაძლებლობა საერთოდ მე რომ მომინდეს ქართული ოცნების შეცვლა ხელისუფლებაში აღარ იყოს, ანუ არ მიტოვებს არავის რომ ხმა მიუცე, ხო? ფაქტობრივად ასე რაღაც 100,000 ადამიანს ართმევს ამის შესაძლებლობას რომ ვიღაცა აირჩიონ და ასევე დაახლოებით 100,000 ადამიანს, რა ვიცი რა, ანუ 10,000 თუ არა მეტიც, ემიგრანტს წაართვეს საერთოდ ხმის მიცემის უფლება. პირდაპირ წაართვეს, კი, ეს ძალიან საგანგაშო ამბავია, სხვათა შორის და ძალიან მტკივნეული ამბავი, რომელიც ყველგან და ყოველთვის უნდა ვიძახოთ, იმიტომ რომ ემიგრანტებს პირდაპირ გაუქმეს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. საარჩევნო უფლება წაართვეს. ამაზე ან ქართულ ოცნებას ბევრი უღირსი რაღაც გაუკეთებია და ნუ რაღაც უსამშობლო და რაღაცა 1000 რაღაც იძახს, ამაზე მეტი უსამშობლობა რა უნდა გააკეთო, ამაზე მეტი არაკაცობა, არაქართველობა რა უნდა გააკეთო, რომ ადამიანი წასული არის, ადამიანები წასულები არიან საზღვარგარეთ, წელებზე ფეხს იდგამენ, მუშაობენ, რა პირობებში მუშაობენ, აქ ანუ ინახავენ ოჯახის წევრებს, რომლებსაც ვერ შეინახავდნენ აქ მუშაობით. იმიტომ რომ ანუ უბრალოდ განადგურებული არის ამ ქვეყანაში ეკონომიკა და ახ რამდენიც არ უნდა იძახონ იმ უაზრო კომისიაზე რომ ფასებს ვამცირებთ თუ რაღაცებს ვაკეთებთ, ყოველდღე ძვირდება. შედით ბატონო მაღაზიაში ჩემი ლაპარაკი ასე შევა, დახედეთ ფასები და ფასებზე და მიხვდებით რაც ხდება ამ ქვეყანაში და არა მარტო ფასებს, ხო ზოგადად გაიხედეთ გვერდით, ანუ არ ვიცი რა მაჩვენებელი არის, იქ ეკონომიკის მაჩვენებლები თითქოს იზრდება, ეკონომიკის მაჩვენებელი რომ იზრდება, მაგრამ ზედ რომ არაფერი არ გეტყობათ, კითხვა დასვით ეს რანაირად ხდება, ხო? ანუ ძალიან მარტივი არის ამაზე პასუხი თუ დავფიქრდებით, მივიღებთ ამას პასუხს, რომ რეალურად არ უნდა იზრდებოდეს და რომ იზრდება, აქ სხვა რაღაცაშია საქმე. ანუ მე თუ არ მეტყობა ეკონომიკის ზრდა თუ მე თუ არ მეტყობა, ესე იგი ცალკეული პირებისთვის იზრდება ის კეთილდღეობა, ის წონთ თეთრი ფულით არა. აი მოპარული მილიონების ხარჯზე, რომელიც მე სახში ოქროზოდებათ ამოუღეს ზოგიერთ მიყოფილ მინისტრს. ფული განიცდის ინფლაციას, ფასები მატებას და ბოლოს ვის არ ტყავს ყველაზე მეტად, ანუ ერთეულები დიდრები უკიდე უფრო მეტად გამდიდრდებიან, ხო? ანუ ისიც ოღონდ არაკეთილსინდისიერად, ამაზე მაქვს სოვერთო, ანუ ღმერთმა ყოველას შეარგოს, ანუ კეთილსინდისიერად ნაშრომი ფული, ღმერთმა ყოველას შეარგოს, მხოლოდ გამიხადებს. მაგრამ ღარიბი კიდე უფრო მეტად გაღარიბდება. აი ეს არის მთელი პრობლემა. ხო? ამიტომ ანუ მართლა ცდილობენ რომ წაართვან არჩევანი, მოგუდონ თავისუფალი სივრცე, ანუ ხმამაღლა ვერ ილაპარაკო, პროტესტი არ გამოხატო, ჩუმად იყავი, რუსეთი ეს არის. კი, ზუსტად ეს არის რუსეთი, რაც გააკეთა რუსეთმა წლების განმავლობაში და ბელორუსმა, ოღონდ ამას დასჭირდა მართლა ძალიან ბევრი წელიწად ნახევარში ფაქტობრივად ქართული ოცნება ახორციელებს აქ საქართველოში და აი უკიდურესად დიდი ტემპით, ხო? ნიკა, შენ ახსენე ზუსტად ის რომ მეტი არა ქართული და არა კაცობასთან შეუსაბამო, მოკლედ რა უნდა გააკეთოსო და ჩვენ ყოველდღიურად ფაქტობრივად ხედავთ ქვეყანაში, სადაც ქალი დედა არის კულტი, სადაც ქართლის დედა, რა ვიცი, დედა, ყველაფერში დედა არის, აი ესეთ დედებს, არასრულწლოვანი ბავშვების დედებს, მრავალშვილიან დედებს ქუჩაში გაუგონარი მეთოდებით იჭერენ და იზოლატორებში ანთავსებენ. ხო, ესეც ძალიან არაქართულია, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მთლიანად ამოფარებულნი არიან ფსევდო ტრადიციულ ღირებულებებს, ქადაგებენ თითქოს ოჯახურ ღირებულებებზე, ქალის პატივისცემაზე და სინამდვილეში, როდესაც ქალი დგას ქუჩაში, იძულებული გახდა დადგეს ქუჩაში და მისი შვილის უკეთესი მომავლისთვის, იმიტომ რომ მის შვილს ბაღიდან ფულს რო პარავენ, ბაღს რო დაუნგრევენ და აღარ უშენებენ, იმიტომ რომ ტენდერებიდან მერე მინისტრები და კიდევ უფრო დაბალი ეშელონის, რა ვიცი, ქურდები, ბიუჯეტის ქურდები ფულს იპარავენ და აღარ აქვს ბაღში წასაყვანი შესაძლებლობა. აი ესეთი ქალები ამას რო აპროტესტებენ, ხომ? მერე ამ ქალებს იჭერენ და ეუბნებიან, რომ შენ ტროტუარზე დგომის გამო მოგესაჯა 2 დღე, 4 დღე, 5 დღე, 5,000 ლარი, ვისაც
12 წლამდე შვილი ყავს, ხო? აი რასთან გვაქვს საქმე აქ ამ შემთხვევაში? პრინციპში სამართლებრივ შეიძლება ცდება უკვე სამართლებრივიც მოვიცვათ და ისე როგორც მოქალაქე პოზიციაც რომ დაგვიფიქსირო. არ ვიცი ამის სამართლებრივ ჭრილს შეფასება უკვე ფაქტობრივად წარმოუდგენელი არის. მართლა ტროტუარზე პროტესტის გამო იჭერენ ამ ქვეყანაში ადამიანებს, ხო? ანუ ვიღაცებს არ ჯერათ და ანუ ხან არც ახლა შეიძლება ტროლბოტების ხარხნის ამბავია თუ არ ვიცი ვიღაცებს მართლა არ ჯერათ, მაგრამ ხო, ანუ იმის გამო რომ ადამიანები ტროტუარზე იდგნენ და აპროტესტებენ ამ ქვეყანაში არაერთი ადამიანი უკვე დაიჭერეს და ალბათ კიდევ სხვებსაც დაიჭერენ. უბრალოდ ანუ აქ როგორი სიტუაცია არის, ქართულმა ოცნებამ დაიწყო ყველაფერი გზით, ანუ გზაზე არ უნდა გადახვიდე თუ არა გაჯარიმებ, ანუ რეალურად გზის გადაკეტვაც არასდროს არ ყოფილა პროტესტის თვითმიზანი. ქართულმა ოცნებამ დაჯარიმებები დაიწყო რეალურად ამ უსამართლობას დაუპირისპირდა საზოგადოება იმით, რომ პროტესტის ნიშნად გზას კეტავდა ხოლმე. რეალურად ქართულმა ოცნებამ დაიწყო აქ ყველაფერი და არა იმან რომ ვიღაცამ გზის გადაკეტვა დაიწყო. ანუ ქართული ოცნება იყო აი ამ თამაშის დამწყები. ეს გაზარდა 500 ლარი, 5000 ლარამდე მერე პოლიციელს მიეცარვა აი უცებ 2 წუთში გამოეწერა ქვითარი და ნებისმიერ ჩვენგანი დავეჯარიმებინეთ და ანუ აი ამ ძირითადად ასეთი ჯარიმებით არის რომ 8200 შემთხვევა იყო 2025 წელს პასუხისგებაში პირების მიწების ძირითადად ესეთი შემთხვევაა რომ 5000 ლარიან ჯარიმებს ესე არიგებდნენ ესე ვაუჩერებივით თუ არ ვიცი რა დავარქვა ეს ჯარიმები ბევრმა ჩაიბარა ბევრმა გაასაჩივრა ბევრს არ ჩაუბარა ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრს მაგალითად აღსრულებაც კი წავიდა და დაყადაღებაც კი დაიწყო აქვე შემთხვევით ვისარგებლებ და თუ მაგალითად ვინმეს გააქვთ ასეთი შემთხვევა რომ მაგალითად დაგიყადაღეს ანგარიშები იმის გამო რომ ესეთი ჯარიმები გქონდათ მე თვითონაც გქონია პრაქტიკაში შემთხვევები სხვა ჩვენ კოლეგებსაც რომ გასაჩივრების შედეგად ეს ყადაღა მოიხსნა ამიტომ გაასაჩივრეთ აუცილებლად და შესაძლებელი იქნება ყადაღის მოხსნა ეს აუცილებლად გააკეთეთ არ გადაუხადოთ ქართულ ოცნებას ტყუილად ეს 5000 ლარი არ გადაუხადოთ იმიტომ რომ გასაჩივრებით მისი გაჩერება ამ ჯარიმის მოქმედების გაჩერება შეიძლება და სხვათა შორის ძალიან დიდი ხანია უკვე გაჩერებული არის ეს ჯარიმები ქართული ოცნება მას არ იხილავს ანუ არ ავალებს სასამართლოს რომ ესენი განიხილონ როგორც ჩანს პოლიტიკურად ჯერ ეს არ აწყობს და ამიტომ ფაქტობრივად 1 წელზე მეტია რომ ეს ჯარიმები ფაქტობრივად გაჩერებულია მაგრამ ნუ მოკლედ რომ გავაგრძელოთ 5000 ლარიანი ჯარიმები გადაიქცა მე პატიმრობად ანუ მაგალითად ალტერნატივად პატიმრობად რომ გზაზე თუ გადადიხარ მორჩა ანუ 15 დღემდე პატიმრობა შეგეფარდება ხო ანუ სახის დაფარვაზე მაგალითად გონივრული ვადაც არ არის ამ შემთხვევაში შეიძლება 1 წუთი იდგე გზაზე ან უბრალოდ გზაზე გადადიოდ ანუ გზას ჭრიდე გზას კეტავდე გზას ჭრიდე აქამდე მინდა რომ მივიდე სხვათა შორის ეს ძალიან საინტერესო საკითხი არის ანუ გზაზე პროტესტის გამო პატიმრობა შემოიღეს და სახის დაფარვაზე პირბადე რომ კეთებოდა ამის გამო შეიძლება ვინმეს დავეჭირე ხო და იყო კიდევაც დაჭერილი უბრალოდ ამ მიზეზით იყო სამართალდამცავად ცნობილი აზა ბებო დევნილი გაგრიდან ქალბატონი რომელიც რა ვიცი მთელი თავის ცხოვრება იბრძვის ქართულისთვის და საქართველოსთვის ხო ანუ მაგალითად იგივე სახის დაფარვის ასე ვთქვათ მიზეზით რეალურად ამ ადამიანს შარფი ეკეთა ანუ სიცივე იყო და შარფი ეკეთა ჩემი მეგობარიც 4 დღე ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარეს იგივე საბა ჯაფარიძე შემიძლია გავხსნა რომელიც ანუ მასე იდგა ბორბალი რომ არის ამ ბორბალზე იდგა და ჩაფხუტი ეპარა და ჩაფხუტ შიგნით ქონდა მოკლედ ეს ნიღაბი არა ნუ თვალები უჩანდა მხოლოდ ხო ანუ რაც ჩაფხუტი ისევ უნდა ეკეთოს ანუ ისე ვერ იმოძრავს ანუ კანონის მოთხოვნას ასრულებდა ხო ანუ ჩემ მეგობარს საერთოდ ჩარფი ეკეთა და ისე დაიჭერს 4 დღე გაუშვეს ანუ აი ასეთ სიგიჟეზე იმ 20 დღის დაახლოებით 20 დღე მიდიოდა ეს სიგიჟე 140 ადამიანი იყო თვითონ შოს გამოქვეყნებული სტატისტიკით დაჭერილი მხოლოდ ამ 174 პრიმა მუხლით იმის იქით კიდევ 173 მუხლით ანუ კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე კიდევ რამდენი იყო ეს კიდევ ცალკე თემა მაგრამ ანუ აი ეს გზის გადაკეტვა სახის დაფარვის შემთხვევებზე 140 შემთხვევა იყო პატიმრობის გამოყენებული ნუ იმის იქით კიდევ პლუს კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე მაგრამ ამათ კიდევ არ იკმარეს თან მთელი მომენტი რა შეიძლება კობახიძე იმდენად არ მალავდა იმას რომ ანუ ამ ხალხთან ანგარიშწორება უნდათ რომ ჯერ ნული ემპათიაო ასე გამოცხადდა ნული თანაგრძნობა უბრალოდ ნული ემპათია და ნული თანაგრძნობა იქნებაო ანუ რა ვიცი ამაზე მეტად არა ადამიანი რა უნდა თქვას ადამიანმა მე არ ვიცი მაგრამ მაინც
იქნება ამ ხალხთანო, მე კიდევ დეკემბერში სანამ ცვლილება შეიტანენ ტროტუარის კანონზე, ეხლა ახალი სიურპრიზები გვექნებაო ჩვენო, ესეც დაანონსა და არ ვიცი. თან იმიტომ გვექნებაო, რომ არ იმუშავაო იმან ჯარიმებმა, როგორც აღმოჩნდა უკონელები არიანო ესე. ცინიზმის პიკი 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მიიღეს კანონი, რომელთაც ტროტუარზე პროტესტი ფაქტობრივად აკრძალეს, ხო? და დაიწყეს, ამის აღსრულება. ჯერ ხო საერთოდ რაღაცა რა ლოგიკა დევს ამ ტროტუარის საქმეებში, ეხა ეგ ცალკე თემარის მაგაზე ვისაუბრებ აუცილებლად, მაგრამ ტროტუარის საქმეებზე ფაქტობრივად ეხა ისე მაყურებელმაც რომ გაიგოს, 17-18 დეკემბრის შემთხვევებზე გამოწერეს არაერთი ოქმი და ნაწილი ადამიანებს დაიჭერეს, ნაწილი სიტყვიერი შენიშვნით გამოუშვეს, ნაწილი გადაიდო ეს პროცესი, სად რა ლოგიკით იყენებენ ამ ოქმებს, სად რა ლოგიკით ადგენენ, ხო, რას აკეთებენ, ფაქტობრივად ვერ გავიგეთ, მაგრამ თემა რა ამ 17-18 დეკემბრის საქმეებზე შედგა, ამის შემდეგ უკვე ფაქტობრივად აღარც დაუწერია შსს ოქმები და სასამართლოში. 7 თებერვლის და 31 იანვრის არის აი გზის გადაკეტვის შემთხვევები, მარტშიც იყო, მარშის შემდეგ ვინც გზაზე დარჩა და რამდენიმე წუთი და არ გადმოვიდნენ, ამათზე გზის გადაკეტვაზე შეადგინეს ოქმები. ტროტუარზე მხოლოდ ამ ორ დღესთან დაკავშირებით არის პრინციპი შედგენილი და საზოგადოებაც რომ მიცოდეს უბრალოდ, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცებს გონიათ რომ დღესაც ისევ ტროტუარზე დგომისთვის დგება ოქმები. არა, დღეს უკვე აღარ დგება, უბრალოდ არის 17-18 დეკემბერზე შედგენილი, ზოგს ეშინია ხოლმე მაგალითად რუსთაველზე გამოსვლას ტროტუარზე არ დამიჭირონა და ფაქტობრივად იმ ორ დღის არის, მაგრამ გააჩერა ქართულმა ოცნებამ, იმიტომ რომ რეაქცია მიიღო. იმიტომ კი არა, კარგები და კეთილები და კეთილსინდისიერი ხალხი, არა, იმიტომ რომ ცუდი რეაქცია მიიღო საზოგადოებიდან იმაზე, ტროტუარზე დგომის გამო პროტესტზე რომ იჭერ ადამიანს, აი ეხლა ნელ-ნელა ცდილობენ რაღაცნაირად გალიონ ეს საქმეები და ნელ-ნელა ესე ჩუმად ცდილობენ რომ გააპარონ ის რომ ქალებს იჭერენ ტროტუარზე დგომის გამო, ქალებს იჭერენ, სტუდენტებს იჭერენ, ხანში შესულ ადამიანებს იჭერენ, 67 წლის ადამიანს ვიცავ, პენსიონერ ქალზე ემუქრება ადმინისტრაციული პატიმრობა, იმიტომ რომ ტროტუარზე იდგა და ეუბნებიან კეტავდიო, გვერდით ხალხი გადის, გამოდის, შემიძლია შემოიტანა ლეპტოპი, გავხსნა დაგანახოთ, ხალხი გვერდზე გადის, გამოდის. არავის დაბრკოლება არ იქნება, არაგინო თუ არა დაბრკოლებას უქმნიდიო, ხო? მინდა რომ მოვასწროთ ცოტა ბოლოში გავდივართ და ორი საკითხი მინდა კიდე რომ მოვასწროთ. პირველი არის სასამართლოსთან დაკავშირებული, იმიტომ რომ შენ უშუალოდ ხარ ჩართული ასევე როგორც ადვოკატი ამ საქმეებში და პროცესებზე წარმოადგენ ადამიანებს. შენთვის ძალიანაც ცნობია თუ რა ხდება და რა სიტუაციაა სასამართლოში და აი ჩემი კითხვაც აქ მიდის სწორედ რომ რა ხდება დღეს სასამართლოში. აი ყველაზე კარგად ამას ალბათ ტროტუარის საქმეები ხსნის. გზის გადაკეტვაზე კიდე შეიძლება რაღაც ლოგიკა იყოს, რომ აი მაგალითად ბევრჯერ იკეტებოდა გზა და ამიტომ გავამკაცრებთ კანონი. ეგეც არ არის საკმარისი ლოგიკა, მაგრამ კარგი, ჯანდაბად. აი ტროტუარის გადაკეტვაზე კანონი რომ შემოიტანეს, ერთი ტროტუარი გადაკეტილი შემთხვევა ვინმეს გინახავთ ამ გზაზე, ვიღაცას დადგომოდა და არ გაგატარება, აი ერთი ესეთი შემთხვევა გახსოვთ. აქ ხომ იყო ცხადად ხო ჩანს აქ მიზანი, რომ უბრალოდ არ უნდათ იქ არავინ დგარიყო. პოლიცია მოვიდა 17-ში, წინა დღესაც 16-ში და თქვენს რომ უბრალოდ დატოვეთ აქაურობა, წადით, აღარ მოხვიდეთ, აღარ შეიკრიბოთ. ფაქტობრივად ეგ კანონი დაწერეს. მე მოვიდნენ ეგ თქვენს, უბრალოდ ადამიანები არ დაემორჩნენ, ამას მოყვა მე კაცრი რეაქცია საზოგადოების მხრიდან ფაქტობრივად გაჩერდა ეს, მაგრამ მაინც იჭერენ ადამიანებს იმ ძველ შემთხვევებში, მაგრამ ფაქტობრივად გაჩერდა ეს ყველაფერი. აი ამაზე მეტი სიგიჟე უბრალოდ რა უნდა მოხდეს, მაგრამ ლოგიკა რა არის ისეთ, შესაძლოა დაიწყო რაღაცების მოგონება მერე აქ. დაიწყო რომ მაგალითად ვიღაცები იძულებულები გახდნენ ბასლაინზე გადასულიყვნენ და ამიტომ გიჭერთო. მან ვკითხეთ რომ კი, მაგრამ იქიდან რომ მოევლო, გვერდიდან რომ მოევლო პარლამენტის ზემოთ ამ მხრიდან, ხო, ის ფასადს რომ ეძახიან, ის კიბეები არის, ორი საფეხური არის, ვიცით ხო, ალბათ ყველამ და არ მოუწევდა გზაზე გადასვლა. ხო, გზაზე არ გადახვიდოდი, შენ თავს რატო უქმნის საფრთხეს, სხვა არას რატო უქმნის საფრთხეს, ხო, სხვისი სამართალდარღვევის გამო მე მიჭერ ჯერ ერთი გვიჟე მაგალითად პროცესზე ვკითხულობდი რომ უკაცრავად მეთქია თუ ამ ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნავით მეთქი, უბრალოდ ლენტი რომ გაგებათ მეთქი, იქ ვერ მოიფიქრეთ, თქო? უიო, არაო ვერ გავაბავდით, მართლა ეს პასუხი იყო. მე იქ დაყვეს რომ არა, იქ ქვემოთ თუ დგახარ, ტროტუარე ზემოთ თუ დგახარ, არ არის ტროტუარი, ეს საიდან მოიგონეს, ესეც ვერ გავიგე, მაგრამ ყველაზე ვალიდური არგუმენტი რა აქვთ ცით აი ამ საქმეებში. ყველაზე ვალიდური არგუმენტი, სამართლებრივად ხომ მოაქვთ 1000 არარელევანტური სტრასბურგის და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების, სადაც ზოგადი რაღაცები არის, საუბარი თურმე გამოხატვის და შეკრების თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს ზოგადად ვასტერად შესაძლებელი, ხა გავიგე, ვიცი, მაგრამ
შეზღუდული უფლებაა და თავის თავად შეზღუდვადია, ხო, ეს უფლება და შეიძლება შეიზღუდოს თუ ამის ლეგიტიმური მიზანი არსებობს და პროპორციული თუ არის, ასე შემდეგ. აქ არც ლეგიტიმური მიზანი არც პროპორციული პირდაპირ პროტესტის შესაზღუდად არის ეს კანონები მიღებული, მაგრამ ყველაზე რელევანტური არგუმენტები მოაქვს, რომ ასეთი კანონმდებლობა არისო ბრიტანეთშიცო და ამერიკის ორ შტატს ასახელებენ, რომ არისო ასეთი კანონიო. და მაგიტომო კი ბატონო ჩვენცო გამოვიყენოთ რა ხდება და ეს ხალხი ვერ ხვდება იმას რომ თავისივე საწინააღმდეგო არგუმენტს წერს და რატომ სასცილო რატომ არის ცით ბრიტანეთში და ამერიკაში ესეთი ძველი კანონები არის გზის ანუ ტროტუართან მიმართებითაც არის რეგულაციები მაგრამ ანუ ერთია რომ კანონი არის მეორეა კითხვა არ უნდა დასვა რომ სასამართლო რას ამბობს ასეთ საქმეებზე ანუ არ არსებობს ასეთი შემთხვევები სადაც ტროტუარის გადაკეტვისთვის ან ბრიტანული ან ამერიკული სასამართლო ამბობდა რომ ეს გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით თავსებადიებს ან ტროტუარზე რომ დგახარ ანუ ეკი არა ბრიტანეთის სასამართლოს ქონდა შემთხვევები გზა რომ გადაკეტეს და გაწონენ და დაახლოებით საათნახევარი გადაკეტილი იყო ესე გაწონენ ჩადგნენ ადამიანები და გზა გადაკეტეს იმიტომ რომ პაციფისტებმა რომ იარაღის გამოფენასთან მისასვლელი გზა ჩაკეტეს და უშუალოდ შინაარსობრივად ეს გამოხატვა დასაშვებად მიიჩნია სასამართლომ გზის გადაკეტვა არა თუ გზის გადაკეტვა ტროტუარზე ასეთი გზის გადაკეტვა მიიჩნია დასაშვებად ტროტუარზე ნუ მით უმეტეს ხალხო ხვდებით და პრეცედენტი არ არსებობს ასეთი ანუ ქართული სასამართლო რას ამბობს ფაქტობრივად ბრიტანეთში ასეთი კანონები არის და ჩვენცო გამოხდაო თუ გვექნებაო მაგრამ ბრიტანეთში ამ კანონს პატიმრობას არავინ არ იყენებს არც ამერიკაში იყენებენ ამაზე კანონს ტროტუარზე დგომის გამო რომ ადამიანი ციხეში გაუშვან. აი ეგაა მეგობრებო თქვენსა და იმ სასამართლოს შორის განსხვავება. ის მართლა მოწოდების სიმაღლეზე და ის სასამართლო და თქვენ არ გახართ მოწოდების სიმაღლეზე ადამიანებს ციხეში რომ უშვებთ. კითხვა სვამ რამდენი კიცებულებები არ აქვთ ნიკა შენ ცხოვრობ ჩამეც ადამიანები დადიან კიცებულებები არ აქვთ ანუ პირდაპირ კიცებული რომ თუნდაც ტროტუარზე ვინმეს შეუშალა ხელი და ამ პირობებში იჭერენ ადამიანებს რა ბრიტანეთზე და ამერიკის სტანდარტზეა ლაპარაკი. მოყვები რა ხდება იმ ვიდეოში ადამიანები დგანან არის თავისუფალი სივრცეები ადამიანები გვერდით ესე გადიან გამოდიან ორივე მხარეს აი ესე მოძრაობენ და უბრალოდ ნუ ვიღაცას რომ არ უნდა და იქ გაევლო ვიღაცის დისკომფორტის გამო რაც ჩვეულებრივი მოვლენა არის პროტესტის რომ შეიძლება მაგალითად ვიღაცა ანუ შეიძლება მაგალითად ქართული ოცნების შეკრება იყოს და მეც არ მსიამოვნებს ქართული ოცნების შეკრება პირობითად ხო და არ მინდა რომ იმას რა ქვია ქართული ოცნების მაღალ თუ დაბალ ჩინოსნებს უყურო და ამის გამო ხე ისინი უნდა დაიჭიროს ვინმე ხო ანუ მე შეიძლება არ მომწონს რაღაც შეკრება მაგრამ ამის გამო ვიღაც არ უნდა დაიჭირო ეს ხომ ანუ არ ვიცი რაღაც წარმოსახვის ყველანაირი ზღვარცდება აი ეს ხდება ამ პროცესებში ყოველ ჯერზე მოაქვთ აი ეს ვიდეოები სადაც ხედავთ ადამიანები დგანან ტროტუარზე გვერდით ხალხი გადის გამოდის კითხვას რომ ცად დაინახე შეფერხებული აი რამდენიმე ნაბიჯით მეტის გადადგმა რომ მოუწიათ თურმე ეს იყო გადაადგილებაში შეფერხება არ ვიცი მეტი რა ვთქვა თუ გინათ არ ვიცი თუ ვინმე ერთ პროცესზე წამოგვიდეთ ერთ პროცესზე წამოდით თქვენი ჩემოდით ნუ გაშუქება აკრძალეს და აი ამის გამო აკრძალა ქართულმა ოცნებამ რომ არ გამოტანილიყო ასეთი სიგიჟეები მართლა რაც ხდება ეს არ გამოტანილიყო და რა თქმა უნდა შევით მოგზანდით და ნახეთ იქ საჯარო არის ხო ჯერჯერობით მაინც ხდება შეგიძლიათ მოხვიდეთ ნახოთ თუ მაინც ვერ ახერხებთ მოსვლას არ ვიცი შემიძლია გამოგიგზავნოთ ეს ვიდეოები და განახოთ ადამიანები როგორ დგანან იქ ხალხი გადის გამოდის განახებთ აი ეს მაგალითად Facebook-ზე მე თვითონაც მიდევს ერთი წუთიანი მონაკვეთი როგორ დადიან იქ ადამიანები და ის ამბობს შეს ამბობს თურმე ტროტუარი გადაიკეტაო სივრცე არის ძალიან დიდი ხო რა თქმა უნდა ყველა ამ საქმეს ყველა ეს ამ საქმეში არის კონსტიტუციის კონვენციის მოთხოვნები დარღვეული და ნუ კონსტიტუციის სასამართლო არ რეაგირებს ანუ სასამართლო თავის ფუნქციას ჩემი გადასახედიდან ვერ ასრულებს დღეს არ უფრო არის ანუ აი მაგიტომ გავაკეთე შედარება რომ ამერიკის და ბრიტანეთის პარალელი რომ მოგაქვს ჯერ იქ სასამართლო პრაქტიკას შეხედე ბრიტანეთის და ამერიკის სასამართლო იმ უაზრო კანონებს არ აღასრულებს პრაქტიკა პრეცედენტი არ არის ამის რომ ტროტუარზე ვიღაც დაიჭრა სტრასბურგის кейსს ვკითხულობ რამდენი თვეა უკვე რომ ერთი სტრასბურგის ერთი кейსი დამისახელი თუ ბრიტანეთის თუ ამერიკის მეტი სადაც ანუ პატიმრობა ასეთ შემთხვევაში გამართლებულად ჩათვალა სასამართლომ სტრასბურგთან დაკავშირებით მინდა ასევე რომ მოვასწროთ დღეს საუბარი ძალიან ბევრ საქმეს უკვე მოუწია ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული შიდა რესურსების ამოწურვა მთლიანობაში და საქმეები იგზავნება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ვიცი რომ შენი დაცვის ქვეშ ყოფი ადამიანების
საქმეებიც ნაწილი არის წასული. რა მოლოდინი გაქვთ და ზოგადად რა საჩივრდება, რა მიმართულებით ხართ წასული იქ? ხო, ანუ ის საქმეები სადაც ძირითადად მე ვიტყვი რა ტიპის საქმეებს ვგზავნით, ანუ მეც ჩვენი კოლეგებიც, ანუ აქტიურად არიან ამებში ჩართული, ჩვენი სხვა კოლეგები განსაკუთრებით. არაერთი საჩივარი არის უკვე წასული. წასული არის მაგალითად იგივე 5000 ლარიან ჯარიმებთან დაკავშირებით პირველ რიგში ესენი არის რამდენიმე უკვე წასული, გაგზავნილი ნაწილი მათგანზე უკვე ეს დაკომუნიცირებულია და არსებითი განხილვაც არის დაწყებული. წასული არის ადმინისტრაციული პატიმრობები გზის გადაკეტვის საქმეებზე. წასული არის ნაწილი და ახლა კიდევ გაიგზავნება ტროტუარზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, ну სხვა მსგავსი საქმეებიც ასევე რა თქმა უნდა წავა სტრასბურგში და გასაჩივრდება. ну პრინციპში საკმაოდ სწრაფად ხა მაგალითად მე რაც მომიწია საჩივრების გაგზავნა საკმაოდ სწრაფად მოგვივიდა დასტური რომ სტრასბურგში ეს საჩივრები ჩავიდა და რეგისტრირდა კანცელარიაში. ну უახლოეს პერიოდში მოველით რომ ისინი დაკომუნიცირდება, ანუ არსებითად განხილვაზე გადავა სტრასბურგის სასამართლო, იმიტომ რომ ანუ ყველა აი ამ კანონზე არსებობს ეუთოდირის ვენეციის დასკვნა შეფასებები, ან ცხადად დისკრიმინაციული ხასიათის ნორმები არის, რომლებიც არღვევს შეკრების თავისუფლების ნორმებს, არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების პრინციპები არის დარღვეული, თავისუფლების უფლების პრინციპები არის დარღვეული, ადამიანებს იჭერენ და სადღაც უშვებენ. მათ შორის ასევე ძალიან საინტერესო არის ამ ნორმებთან მიმართებით ჩვენ ასევე ვდავთ მერვე მუხლის დარღვევაზე, ანუ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე, ანუ კამერებით რომ დაგვდევენ და იდენტიფიცირებას აკეთებენ და შემდეგ ვიჭერენ. აქაც ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არის რუსეთის წინააღმდეგ, სხვავის წინააღმდეგ იქნება, რუსეთის წინააღმდეგ кейსებს მოკლედ კარგად ვიყენებთ ხოლმე ამ საქმეებში, ანუ სხვა რომელი ქვეყანას გამოვიყენებთ, ხო? სადაც ასევე ბესტი პრეცედენტი არის რომ ადმინისტრაციული დევნისთვის, ანუ აი ეს პრაქტიკა, ადმინისტრაციული პრაქტიკა რაც აქვს, რაც ქონდა მაშინ რუსეთში და აქაც ქართულ ოცნებას აქვს დემონსტრანტების დევნისთვის რომ იყენებს ელექტრონულ ტექნოლოგიებს, ეს არის არაკონვენციური პრაქტიკა, კონვენციის დარღვევას წარმოადგენს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ამ ადამიანების დევნისთვის გამოყენებული და არა რაღაც კანონის დაცვითი მიზნებისთვის თუ უსაფრთხოების მიზნებისთვის თუ ასე შემდეგ, დევნის მიზნისთვის არის ამ ადამიანების, განსაკუთრებით, როდესაც სახდელი არის არაადამიანური და არაპროპორციული, 5000 ლარი იქნება თუ ჯარიმა იქნება დევნისთვის, ამ ნაწილშიც რა თქმა უნდა ვდავთ, ნუ პრინციპში აქ უკვე ვნახავთ პრაქტიკა როგორ წავა სტრასბურგის აქ უბრალოდ მარტივად გასაგები რომ იყოს ყველასთვის სტრასბურგის სასამართლო შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში ყველა მუხლი არ დაკომუნიცირდეს ყველა მუხლთან მიმართებით, იმიტომ რომ საჭირო არის სათანადოდ დავა ადგილობრივ ინსტანციაში, მაგალითად იგივე თუ მტკიცებულებასთან მიმართებით არ გახადე შენ პირველ ინსტანციაშივე სადავოთ რომ მაგალითად ეს დაუშვებელი მტკიცებულება იყო და მე სტრასბურგში გახადე სადავო ამ მუხლთან მიმართებით არ დაუშვებს და მაგრამ დაუშვებს იგივე მე-11 მუხლთან მიმართებით, რაც შეკრების თავისუფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება თუნდაც მე-6 მუხლი თუ მე-5 მუხლი ამ უფლებების დარღვევას რაც გულისხმობს. ამიტომ აქ ეხლა მაგალითად 1 მუხლი დადგება, 3 მუხლი დადგება თუ 5 თუ რამდენი, აქ არსებითი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს, აქ მთავარი არის ის რომ ქართულ ოცნებას აქვს ადმინისტრაციული პრაქტიკა, ანუ სისტემური მიდგომა აქვს ამ უფლებების შეზღუდვის, ანუ ამ ცვლილებებს გააჩნია არა რაღაცა მართლა რამე ნორმალური მიზანი, არამედ ცალსახად არის მიმართული ადამიანების გარკვეული ჯგუფის წინააღმდეგ. ანუ როგორც მიმართული იყო ის წამების ფაქტები პოლიციელების მხრიდან, წამების ფაქტები ეს ადმინისტრაციული პრაქტიკა იყო, სისტემატური იყო, ამიტომ არის ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულზე რომ აკეთებს მოსკოვის მექანიზმი მითითებას, ხო? რომ ეს იყო ადმინისტრაციული პრაქტიკა, სისტემატური, არაერთგზისი ფაქტები ადამიანთა ერთი ჯგუფის წინააღმდეგ ეს წამების ფაქტი, აი ასევე, ну წამება გააჩერეს, მაგრამ რეპრესიული მექანიზმები, სისტემატური რეპრესიული მექანიზმები კონკრეტული ჯგუფის წინააღმდეგ გაამოქმედეს. თან პირდაპირ ამბობენ ამას არ მალავენ და მაგრამ სასამართლო, ქართული სასამართლო ამაზე თვალს ხუჭავს. არ ვიცი, ახლა ვიღაცები ფიქრობენ, რომ ჩემი საქმე არ არის პოლიტიკა, მაგრამ უკაცრავად ვერ მოშორდები შენ პოლიტიკას მაშინ, როდესაც კანონი შეგნებულად დისკრიმინაციული ხასიათით დაწერეს. მოსამართლის საქმე ხო არის მართლმსაჯულების აღსრულება, მისი პირდაპირ ვალდებულება და იმ ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია მართლმსაჯულება აღასრულოს და არ ყოფნის ამის სათანადო ან კვალიფიკაცია, ან გამბედაობა, იმან უბრალოდ უნდა გაიხადოს ის მანდია. ანუ ხო მეც ბოლო პერიოდის სწორედ ამას ვსაუბრობ, რომ ანუ აბსტრაჰირება, მოშორება აი ამ
პოლიტიკიდან თითქოს ამ აპოლიტიკურობის საფარველით. არ ვიცი, ჩემი აზრით უფრო ან ხდალი ხარ, ჩემი აზრით და ვერ ბედავ ამას. არ ვიცი, შეიძლება ვიღაცები ასე იყვნენ, მაგრამ თუ ესეთი თანამდებობა ვაგინა, ჩემი აზრით გამბედავი უნდა იყო კიდევაც. თუ არ ხარ გამბედავი, არც უნდა იყო იქ, მაგრამ ან ხდალი ხარ და არ შეგიძლია გამბედავი არ ხარ, ან არ ვიცი, უბრალოდ თავს ისულელებ, თუ სულელი ხარ თუ რა ხარ, არ ვიცი, ან უბრალოდ ესე გაწყობს და ნაძირალა ხარ, ხო? არ ვიცი, ვინ რომელი არის მართლა, ანუ აღარ მინდა ამაში ხა ჩავიდე. ისიც დაიწყე საუბარი ფაქტობრივად. ისევ იქ ჩავედი, ანუ ამას უკვე არ აქვს მნიშვნელობა, ფაქტია, რომ თუ შენ სრულად არ ხედავ სურათს, მათ შორის იგივე აი ბრიტანეთის და ამერიკის კანონმდებლობის და პრაქტიკის შემთხვევებს ვახსენებდი, იქ სწორედ მაგაზე არის საუბარი, ანუ სასამართლო მაგას აფასებდა, რომ ნეიტრალური შინაარსი უნდა ჰქონდეს ნებისმიერ რეგულაციასო. სასამართლო იქ ამას აფასებს. ანუ პოლიტიკურ კონტექსტსაც აფასებს, რომ ნეიტრალური შინაარსით უნდა ახსოვდეს და ახლა პირდაპირ გეუბნება კობახიძე, რომ მე იმისთვის ვიღებ ამ კანონს, რომ აი პირობითად ნიკას იმონიშვილი იქ რომ დგას, ის იქ აღარ უნდა იდგესო და მისნაირები ხვებიო, ხო? არ ვიცი, ნუ ახლა ამას თუ ვერ ხედავ და ამობ რომ მე ეს არ მაინტერესებს, ნუ აღარ ვიცი ამაზე რა განმარტება გავაკეთო, ხო? თუ მიგაჩნია რომ არ ვიცი, რაღაც მარცხაჯულება ის განმახორციელებელი ხარ, ჩემი აზრით, ანუ უნდა მოიქცე ისე თუ ბრიტანულ კანონმდებლობაზე უთითებ და ამობ რომ ანუ აი ბრიტანეთში ასეთი კანონი აქვს და ახლა პრეტენზიები გაგაჩნია, მოიქეცი ბრიტანელი მოსამართლესავით. სად ბრიტანელი მოსამართლე და სად სამწუხაროდ ქართული მარცხაჯულება. კი, ნამდვილად და ის რომ რეპრესიულ ხასიათს ატარებს და სადამსჯელო ხასიათს ატარებს, თუნდაც ჩემი მაგალითით შეიძლება, როდესაც ეხლა 3 მარტს დედების დღეს ავტობუსებში დედები, დაჭერილი დედები, ასე ვთქვათ, და მე როგორც მათი უფლებადამცველი ხალხს ვეცნობოდით და ვაცნობდით, რომ მართლა ტროტუარზე დგომის გამო ან გზაზე დგომის გამო, როცა პროტესტში იყვნენ, დაიჭირეს ეს ადამიანები, ზუსტად ამ მოქმედების გამო, ასე ვთქვათ, 1 წლის წინანდელი 3 მარტის რაღაცა ვითომ რო გზაზე ვიდექი, ოღონდ ვითომ, იმიტომ რომ მე მარშებს ყოველთვის მივყვები, მაგრამ მათ შორის გზაზე არ ვდგები ხოლმე, ჩამაბარეს ჯარიმა. და ეს პირდაპირ მითითებულია იმაზე, უთითებს თუ რატომ არის და როგორ არის. მოკლედ, საკმაოდ ძიმე სიტუაცია გვაქვს, თუმცა ამ ძიმე ფონზე ჩვენ ბრძოლას, უფლებადამცველების ბრძოლას კიდევ ძალიან დიდი აზრი აქვს. შენ არაერთი, ასე ვთქვათ, საინფორმაციო ხასიათის პოსტებიც გაქვს ხოლმე და მოქალაქეებს ეხმარები ამ კუთხითაც. წარმატებებს გისურვებ ამ ბრძოლაში, უსურვებ საკუთარ თავს და უსურვებ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. დღეს დაგემშვიდობებით ამით და შევხვდებით მომავალ პარასკევს. ყოველ პარასკევს 4 საათზე უყურე მარიკა არევაძის საავტორო გადაცემას უსამართლო სასამართლო